როგორ მოიქცეს თვითონ ეს აბიტურიენტი, როგორ მოექცეს მას მშობელი, რა ველი უნდა შეიქმნას იქ ოჯახშიც, თუნდაც იქ გარემოში, რომ მეტნაკლებად დაბალი სტრესით და ნაკლები სტრესით მიაღწიონ გამოცდებამდე და შემდგომში წარმატებით ჩააბარონ. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ სტრესი არის ჩვენი დამხმარე გამოცდის პერიოდში. ეს არის სიტუაცია, როდესაც მე, როგორც აბიტურიენტს, უნდა მომეხმაროს მობილიზებაში. ის უნდა გახდეს ენერგიის წყარო ჩემთვის, მაგრამ თუ ის არის დიდი დოზით, თუ ის არის მაღალი შფოთვით, მაშინ პირიქით ის შეიძლება გახდეს სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი. სამშაბათს 20 საათზე გადაცემა ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად. როგორც უზნაძე იყო და ინდივიდის სუბიექტი პიროვნების გზა უნდა გავიაროთ, როდესაც ვცხოვრობთ, ხო? და რაღაც ღირებულებათა სისტემა უნდა შეიქმნას, რომელშიც სწავლასთან ერთად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რწმენაც, სულიერებაც და ასე შემდეგ.